მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს შესაძლოა აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტის გარეშე დაკომპლექტდეს. საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელი რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საკუთარი კანდიდატი პარლამენტს ვერ წარუდგინეს. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქცია ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ სხდომის ჩაშლას უმრავლესობის 3 წევრის არყოფნა მათ შეუწყო ხელი. დღევანდელ სხდომას რომ დავით ბაციკაძე, მაილო ჯაში და სულხან ღლუნტი დასწრებოდა, შესაძლოა უმაღლეს საბჭოს საკუთარი კანდიდატი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ყოლოდა და ისან გენო გელაძე ან ალექსანდრე ჩიტიშვილის რჩეული კანდიდატი გიორგი კოხრეიძე გამختارიყო. რატომ შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი პოლიტიკურმა უმცირესობამ? ლანა ძაძამია რიგგარეშე სხდომის დეტალებით. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს ერთადერთი საკითხი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვინაობა უნდა გადაწყვეტილიყო. თუმცა სხდომაზე 21 დეპუტატიდან პირველადი რეგისტრაციის შედეგად მხოლოდ 10 დარეგისტრირდა. ალთანილ ბერიძის გადაწყვეტილებით 15 წუთის შემდეგ ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდა. თუმცა კვორუმი არც ამ შემთხვევაში შედგა, რის გამოც სხდომა ჩაიშალა. მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად უმაღლესი საბჭოს სესია უფლებამოსილია, თუ მას დაესწრება არანაკლებ 11 დეპუტატისა. შესაბამისად, კვორუმის უქონლობის გამო დღეს სხდომა აღარ ჩატარდება. სხდომას არ ესწრებოდა უმცირესობის ყველა წევრი და უმრავლესობის 3 დეპუტატი, რომლებიც თავმჯდომარის განცხადებით თბილისში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ალთანილ ბერიძემ დღევანდელი ინციდენტი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის განხეთქილებად შეაფასა. იგი უმრავლესობაში კანდიდატთან დაკავშირებით განხეთქილებას გამორიცხავს. 10 დეპუტატი უმრავლესობიდან იყო და საჭირო იყო თუნდაც ერთი ნაციონალური მოძრაობის თუნდაც ერთი წარმომადგენლის შემოსვლა დარბაზში და ჩვენ მივიღებდით დავმართავდით სხდომას და მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას. რა გადაწყვეტილებას ვერ გეტყვით? დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტის გარეშე დაკომპლექტდეს. მედია ვასაძე თვლის, რომ დეპუტატების არ ყოფნა შესაძლოა საპატიო მიზეზად ჩაითვალოს. ალექსანდრე ჩიტიშვილის სხდომის ჩაშლაში უმცირესობას ადანაშაულებს. დეპუტატი ამბობს, რომ უმრავლესობა კანდიდატზე შეჯერებული იყო, თავად კი მხარს გიორგი კოხრეიძეს უჭერდა. განხეთქილება არ არის, უმრავლესობა ვიყავით შეთანხმებული კანდიდატზე. მე ჩემსაც გეტყვით, იმიტომ რომ მე წინა შემთხვევაში დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. მაშინაც 8 დეპუტატმა მისახმა ბატონ კოხრეიძეს, მე ვფიქრობ მე მაგას ვესაუბრე, მაშინ ამ კოხრეიძეს მომეწონეს პიროვნება და დღეს ალბათ იმას დავაფიქსირებდი. აჭარის უმაღლესი საბჭოს ნაციონალურმა მოძრაობამ პრაქტიკულად კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი დესტრუქციული ბუნება, ალბათ დაინიშნება ახალი სხდომა, სადაც აუცილებლად უნდა გადაწყვეტდეს რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა გადაწყვეტდეს ბორჩი ჩვენი უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი. უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ სხდომაზე დასწრებაზე უარის მიზეზი კანონდარღვევა გახდა. ბრალდებას თემურ კახიძე უარყოფს. ეს სესია არ უნდა გამართულიყო, რადგანაც ვადები მაუწყებლობის შესახებ კანონი დადგენილი იყო დარღვეული და ნებისმიერ მხარეს დაინტერესებულს გასაჩივრების შემთხვევაში შეეძლო შეეჩერებია უფლებამოსილება იმ არჩეული წევრისთვის, რომელსაც დღეს აირჩევდა უმრავლესობა. ჩვენ მივიღეთ ხუთში შეტყობინება, რომ კომისიამ დაასრულა მუშაობა და წარმოადგინა კანდიდატთა სია. ეს ითვლება ოფიციალურ ინფორმაციად, აქედან ავითვალეთ 3 დღე და ეს იყო დღევანდელი დღე, ბოლო მესამე დღე, როდესაც ჰქონდა ჩვენ უფლებამოსილება ჩაგვეტარებია კენჭისყრა. აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტაზე ხელმეორედ კონკურსის გამოცხადებას საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტს.